რუბრიკის თქვენი ობიექტივის დღევანდელი სტუმარი დამწყები მომღერალი ლიკა მამალაძეა. 15 წლის ლიკა მამალაძე ნომერ მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. მისი ერთი ჩვეულებრივი დღე სკოლაში სიარულით იწყება. დიდ ყურადღებას აქცევს სწავლას, უკვე მომავალი პროფესიაც არჩეული აქვს. ლიკა ჟურნალისტობა უნდა, უყვარს წერა, წიგნების კითხვა, გამორჩეულად საყვარელი მწერლებიც ჰყავს. მის ცხოვრებაში გარდა სწავლისა დიდი ადგილი მუსიკას უკავია. სიმღერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მუსიკის სიყვარულმა რამდენიმე სიმღერაც დააწერინა, მაგრამ ჯერჯერობით ფართო მსმენელისთვის გაცნობას არ აპირებს. სიმღერა და მუსიკა ჩემთვის არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე პროფესიად ვირჩევ, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არის მუსიკა, იმიტომ რომ ეს ისეთი რამეა, რაშიც ძალიან დიდ თავისუფლებას ჩემს სტიქიაში ვარ, შეიძლება თქვა ამ დროს, როცა უკრავ, თუნდაც სხვადასხვა აი ბოლო პერიოდში დავიწყე სიმღერების წერა, მაქვს 1-2 ჩემი შემოქმედებიდან, მაგრამ ეს ჩემთვის და ჩემი რაღაც გრძნობების გამოსახატავად, რომ მე უბრალოდ პიროვნებაში ვიგრძნო თავისუფლება. მეგობრების დაჟინებული თხოვნით პროექტში ახალი ხმა მონაწილეობა მიიღო. ლიკამ დათო ბორცხიძის მოწონება დაემსახურა. მართალია ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ ახალ ხმაში გატარებული სამი თვე როგორც მომღერლისთვის დიდი სკოლა იყო. სამთვიანი გამოცდილება იყო ეს, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრალოდ ამას აქში ვერ ვიოცნებებდი ამას. ეს უბრალოდ ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი. ერთ დღესაც დავინახე რეკლამა, ახალი ხმის რეკლამა და ვთქვი, რომ უბრალოდ ვცდი. და როცა იქ წავედი, თუნდაც დავით მაზანაშვილთან და იმ ბენდთან მუშაობა, რომელიც მე აკომპანიმენტს მიწევდა, თუნდაც შემდეგ უკვე დათო ბორცხიძესთან მუშაობა იყო, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან არაბუნებრივად შევხვდი, იმიტომ რომ არ ველოდი, ერთბაშად მოხდა, ერთბაშად განვიცადა ეს წარმატება და ძალიან დიდი, გაზრდილი ჩამოვედი ორმაგად ოზურგეთში. თან ვერც მიცნეს, ჩემმა მსმენელმა ვერ მიცნო, როცა პირველად გამოვედი და მართლა ძალიან აღფრთოვანებული დარჩა ყველა, რაც ძალიან ბედნიერი გამხადა ამ. ყავს საყვარელი ჯგუფი Led Zeppelin და ოცნებობს მათ კონცერტზე მოხვედრას. ლიკა კიდევ აპირებს კონკურსებში მონაწილეობის მიღებას და მშობლიური კუთხის სახელით გამოსვლას.